შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 20 პირი დააკავა, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის 2 ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია. ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, კანონიერი ქურდისთვის და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ბრალდები დაკავებული არიან კოკოშკა, ფარეხელა, უწყლო, ბელეშა, ჯაგა, ჩინელა, სტალინა, ფოხრე და სხვები. რაც შეეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ 1960 წელს დაბადებულ თენგიზ ხოფერიას მეტსახელად ჭინკას და ირაკლი ლეჟავას მეტსახელად ლაზარეს, მათ ბრალი კანონიერი ქურდობისთვის დაუსწრებლად წარედგინათ, ხოლო 2 პირს ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ფაქტზე წარედგინათ ბრალი, მათ შორის ერთ-ერთი ინტერპოლით ძებნილია. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მომგვარებაში ერთვებოდნენ. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული ქურდული გარჩევები ეწყობოდა. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გორი იმენა ჩიკაგო გაეძრო რა. არ გადაიხდის ფურსა მიცა бенზინი, короче. Алло, მე გოგოშკა ვარ. ჩვენი ზემლიაკია ერთი სპორტსმენი სიმონა მაგია საქმის ხურში. მაგი ფული, მარტო ჩემი კი არა, როგორ ჩემია ისე სოსოს. მარტო აგერ ვინც ეჭამს კი აქვს ყველას დედა მაგადაჭუდა აბაინა ჩუბი იყო ასრესტი არა მე არ მოყოლიაო შერიფნიან ჩამოართვები ხილსა შერიფი მე მაგას მეტყვი რომ 5 მოიტანეთ მე პროსტა ძმაო რა მინდა იცი მაგასა როგორ შევარჩინო ძმა იფული ხო ხდება არ შეერჩება ეგა ვითხაობა არის რაც მაგან გააკეთა კაროჩი თუ იმენა რქებით მოდის სიმონ ეხლა რქებს იმენა მოვამტრევ ჩემი დედა თუ ეხლა დღესვე არა გონიურული ვადა თქვას თუ არა და კატიში კი არ დაუჯდება პისატიშის დაუჯდება აი ამ წუთში გეუბნები რაც არისო 1-2-0 მიაწერონო მაგაზე ვrekav რომ იქნება ბავშვი გაითვალისწინო მეთქი და აქ ეს გამ***ული ბავშვი ჩავიდეს იქ 2 სიტყვა შეეშალოს რაღაცა და არა მგონია მე მაგანა და ვაფშე ვინმე 34 წელში თავი გაართოს მაგას ცოცხალი ქურდიც არ უნახიას ჩემი სახელი მაგ ბავშვთან ვაფშე არ ახსენო და არც მეუღლესთან მე რო რამე მომივილეს შევილი ვიყოს სიმონ მართლა თუ ცოცხალი დავტოვო ჩემთვის შეიძლება რომ ცუდი მოხდეს უეჭველი ხელებს დაულეწავთ უკან კიდევ დავაჭირეთ და გავუგზავნითო სიმონ მშობლებსო და ოხრე შენა ხა ჩვენს მას ელაპარაკე შესოს ხო ეს ბიჭი ვინა ვაფშე მაგისოსო ესეა ბატონო შრომობს короче ჩვენ ლუკმასთან რაღა ესაქმება короче მოსაპარშიტო რაც აქო короче გამოვართვიო იმონ ერთი 700,000-მდე ლაპარაკიტო და ბარე დაუხრიდავ მეთქი მაგის დედაც აქ ოქროზე და ფურზე არ არის ლაპარაკი რო არა ბრუნდებოდეს ჩვენა მარტო არა ვჭამთ მოპარულს ქუჩიდან წაღებული ყოველთვის ქურდებში გვაქვს ჩვენ და საერთო საქმეში ეს გადახდა დაიხის ეგ აყავ ბიჭი მასო ერთი როგორც არის ქურდულად აუხსენი ბრატ ეს არ არის ქურდული საქციელი შენ არ მოგცემ უფლებას არა ქურდულად მოიქცე სადაც მე ვიქნები ბიჭო კონკრეტულად გეუბნები რომ ჩვენ ინტერი სოფელშია დაზარი დეზე გავიგე შეხვედრას მაგას მომედის ქურდები რეკავენ არ მოდის კაი ბიჭები რეკავენ არ მოდის ტელეფონი ვინ ჩემი არის ბიჭო ვაფშე ვინ რას წარმოადგენს ბიჭო იმაზე ზმა ვაგეთი 20 სული ქურდი იძახის ერთ ქურდს ვერ გეტყვიან რომ მიცნობს და დამახასიათებს აგერ უფროსი ძმების ხარ განაპირები ფული აქვს არა აქ გადასახდელი გადაიხადოს მო ეგ არის ქურდული და ეგ არის ქურდებთან ჩაგუწევა მინდა ეგა ბიჭო არ მომატყუო მე უთხარი მთელი ქუჩის ბიჭები მთელი ქურდი ბიჭები ბიჭო ქურდობა მინდა მე უთხარი არ მომატყუო შეიძლება ბიჭო წინ დაგვდეს რაღაცა დედა მე უთხარი მაგა ხო ჩარია თენგო ჩემი დედა თქვა გამუაგრათან თან მაგრა ლაიტად კი არ გავხსნობ იქ სვიდანია მაგ რა გოგიტასთან კი გაღმა უნდა დაველაპარაკო რა გოგიტა ჩავაყენებ საქმის ხურში ზიბა რაინ განაბიკაცია ხო იცი როგორ გვეწყვის ამერად გვეწყვის არ გვეწყვის მაინც სხვა არის რა იდე ტელეფონზე მიწერე შებეთი დედის სადაც გნახავ მე კი გაგჭეხა თავს მოგაჭრი და სარზე ჩამოკიდებ ისე ტელეფონი აიღებ ო ამარა ჰატას დოლა მიზდაური განხილვის სახელი შეიუთილი და ოპერი დანაბი კაციც ჩააყენე საქმის ხურში რომ მართალებს всё რა სიმონ დო კაი ბიჭებში იბაზრე ქურდებში იბაზრე მეტი რა რა შენი დედა მტყვანი ხარ მომე რა ჩემი ბული მოსაცემი ჩემი რას მეფოდეს მომესიტყვის ყველა საქმის ხურში არის ძველი ბიჭები და ქურდები თქოს მაგას ბიჭო აი კუბოს პიცრადე ჩავწვევი და მაკუს მაინც არ მოვიღე მაკუს არ შევარჩე მაინც მაგას რა თუ არ ჩავალ და დაუხლტავ ეგრევე მუხლებს მაგას და გენგომ დაურეკა მე ხო და
მეუნება ეს იგი რა ქვია მას ჩანაწერები გააკეთებო და ყველა ანგარიშები გადმომიგზავნე მე2-მდე ვინ უგადამრიეთ თენგოს ვინ გაკითხავს იყო ვერგევიგე მაგი ხლა გამოხილები ხო მაგი დედა მაგრამ ფულის მეტი არის ის არაფერი ბატონო ქორდო короче მე გეუბნებიო რომ ქორდებთან მოვდივარო ძაო მაკო ქორდებთან უთაისი ვარ დასასვლელი არ არის პრობლემა მიგიხედა მითხარი აბა როგორ არაფერი ზოგადად უცხარი იმას მიამატეთ იქ ჩვენი 4 ხო მე მაგინება ხო всё გასაგები იქ როგორც მითხარი არ ვეუნე გარავის ხო სანგარი შაგიდე იქ არის მაგრამ ახ მართალი გითხრა მაქსიმუმ ეცადე რომ всё მეთქი დაყარე რა თარხმალი ახლა ნუ თავზე და ნუ ეხლა ნუ მოიქცე ახლა და ნუ მეც ხალხი თამახერხულობა პირველ რიგში თქვენზე გულისხმოდი მოიხსნას მაქსიმუმ ხელი ჩამოვართვით და ასე დავემშვიდობეთ მაგ გუში მერე წუხენ მერე ბრატ და მეთქი არ გინდა ბიჭო მე უთხარი ამდენი ხალხი ითხოვს ამ კაცს კარგი კაცია რა იყო მანდამაიც ამ ერთ კაც რა არის ბოლო შეშვი მეთქი ასე ისმენდა ძმაო ეგიც ჩამოვართვით ხელი და კარგიო შენ ვითვალისწინებ შენზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთა ბრძოლის მთავარი სამმართველოს იმერეთისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში, შიდაქართში, აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და კახეთში 20 პირი დააკავეს. ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მათ შორის არის 2 კანონიერი ქურდი. დანაშაული 15 წლამდე ვადი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები პირადი სარგებლის მიღების მიზნით მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ ყოფი კანონიერი ქურდები მონაწილეობდნენ. დადგინდა, რომ ბრალდებულები ეგრეთ წოდებული ქურდული ტრადიციების შესაბამისად გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის ასევე თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად მიტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ ყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსროლი იარაღები. გამოძიება კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის და გამოძავლის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილითა და 191 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.